მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი ვიდეო ბოშურ კარტზე მკითხაობის ინსტრუქცია. სხვანაირად ამას ბოშური კარტის განლაგებას ეძახიან. ეხლა შევეცდები გაგაცნოთ თუ როგორ უნდა იმკითხაოთ ამ სექციაში ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა შევიდეთ ჩვენს ვებსაიტზე, სადაც განთავსებულია ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებული წინასწარმეტყველებაზე და მკითხაობაზე. და ზემო მენიუში დავაჭიროთ ღილაკს სახეობები და გადავიდეთ მკითხაობის სახეობების გვერდზე. აქ მოვძებნოთ სექცია, რომელსაც კარტის ხატულას ქვემოთ აწერია კარტზე მკითხაობა 36 და დავაწყაპუნოთ ამ სექციის ბოქსზე, რომელიც გადაგვიყვანს ამ მკითხაობის გვერდზე. აქ ამ გვერდზე უპირველეს ყოვლისა შეამოწმეთ, რომ თქვენ დაყენებული გაქვთ ქართული ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ინფორმაციას მიიღებთ სხვა ენაზე. ეხლა კი შეუდგეთ დღევანდელი თემის განხორციელებას. როგორც ხედავთ, ამ გვერდზე გამოსახულია კარტის დასტა და მის ქვემოთ ღილაკი, რომელსაც აწერია აჩეხე დასტა. ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ჩვენი კარტის დასტა აიჩეხება და კარტი განლაგდება 4 მწკრივად. ყოველი მწკრივი გარკვეულ დროს შეესაბამება და ჩვენი მიზანია გავხსნათ თითოეული მწკრივი და მივიღოთ მკითხაობა თითოეულ მწკრივზე. ამისათვის ჩავსკროლოთ გვერდი ბოლოსკენ, სადაც ვნახავთ გრძელ ღილაკს წარწერით პირველი მწკრივის მკითხაობა. დავაჭიროთ ამ ღილაკს და დაველოდოთ პასუხს, რომელიც გამποჩნდება პირველი მწკრივის ქვემოთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან კარტების განლაგება ეგზავნება ხელოვნურ ინტელექტს, ის იწყებს ინტერპრეტირებას, კვლევას და მხოლოდ ამის შემდეგ გვაძლევს შედეგს. დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს, ამიტომ ცოტა ხანი დაველოდოთ შედეგს. როგორც ვხედავთ, პირველი მწკრივის მკითხაობა წარმატებით შესრულებულია. შეგვიძლია აქ წავიკითხოთ ან ჯერ გავაგზავნოთ მეორე მწკრივის მკითხაობის მოთხოვნა და ამასობაში წავიკითხოთ პირველი მწკრივის შედეგი. მეორე მწკრივის მისაღებად იგივე პროცედურა უნდა გავიმეოროთ. ჯერ ავჩეხოთ დარჩენილი კარტის დასტა ღილაკზე დაჭერით და შემდეგ კი დავაჭიროთ ღილაკს მეორე მწკრივის მკითხაობა და დაველოდოთ. როგორც ხედავთ, ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაიშალა მეორე მწკრივი, ხოლო შედეგს, ანუ მკითხაობას, ამ მწკრივის ცოტა მოგვიანებით მივიღებთ, ამიტომ დაველოდოთ. აი მეორე მწკრივის ინფორმაციაც მოვიდა წარმატებით. ეხლა დადგა ჯერი ისევ დარჩენილი კარტის აჩეხვა და მესამე მწკრივის ინფორმაციის მოთხოვნა გავაკეთოთ. ესე იგი დავაჭიროთ ღილაკებს კარტის აჩეხვა და შემდეგ მესამე მწკრივის მკითხაობას და დაველოდოთ შედეგს. როგორც ხედავთ, ერთი და იგივე პროცედურა უნდა გავიმეოროთ 4-ჯერ, რათა 4 მწკრივის ინფორმაცია მივიღოთ. მე არ ველოდები დიდხანს, არ მინდა რომ ვიდეო გამიგრძელდეს, ამიტომ ლოდინის პერიოდს ვამოკლებ და ისე გაჩვენებთ. თქვენ კი მოგიწევთ ცოტა ლოდინი, რადგან ინფორმაციის მიღებას და ანალიზს დრო ჭირდება. როგორც ხედავთ, გარკვეული დროის შემდეგ ვღებულობთ მესამე მწკრივის ინფორმაციას. ეხლა დადგა დრო საბოლოო მეოთხე მწკრივის ინფორმაციის მისაღებად. ისევ ვაჭერთ ღილაკს კარტის აჩეხვა, ესე იგი ვჩეხავთ დარჩენილი კარტის დასტას და ვაჭერთ ღილაკს მეოთხე მწკრივის მკითხაობას. ამით გარკვეული დროის შემდეგ მივიღებთ საბოლოო ინფორმაციას მკითხაობის შესახებ. მე როგორც გითხარით, არ გაჩვენებთ ლოდინის პერიოდს, რადგან არ მინდა ვიდეო გამიგრძელდეს და გადავდივარ იმ კადრებზე, როცა ვღებულობ საბოლოო შედეგს. აი ისიც, ბოლო მეოთხე მწკრივის ინფორმაციაც და საბოლოო შედეგი სრული მკითხაობა სახეზეა. თქვენ შეგიძლიათ აქ გაეცნოთ სრულად, ან გადაიტანოთ ისტორიაში და იქ გაეცნოთ. ასეა თუ ისე, მანც მოგიწევთ ამ ღილაკის დახურვა და ისტორიაში გადატანას დაჭერა, რადგან თუ არ გადაიტანთ ისტორიაში, ეს გვერდი დაგხვდებათ მომავალში, როცა მოინდომებთ კარტზე მკითხაობას.
ამიტომ გირჩევთ დააჭიროთ და დროულად გადაიტანოთ ეს ბოლო მტკითხაობა თქვენს ისტორიაში. შემდეგ გადახვიდეთ ისტორიის გვერდზე, იქ გახსნათ და გაეცნოთ. როგორ უნდა გააკეთოთ ეს, იხილეთ ამ ვიდეოში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. თვალიადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს, სადაც თითქმის ყოველდღე ვდებთ ახალ ვიდეო ინსტრუქციებს სერვისების შესახებ.